ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების პროცედურის შესაძლო გამარტივების საკითხი კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ თუ საქართველოში პოლიტიკური სისტემა არ გადაიტვირთება, დიდი რისკია უიზო მიმოსვლის ინსტრუმენტი შეჩერდეს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხის წამოჭრით Deep State და ევროპაში არსებული ბიუროკრატია საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხის განხორციელებას ცდილობს. მე შეგახსენებთ, რომ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელი 61 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების პროცედურების გამარტივებას განიხილავს. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ-ერთი რაც აკავებს აი ამ ძალიან მძიმე გადაწყვეტილების დადგომას არის ქართველი ხალხის ბრძოლა ჩვენი ევროპული მომავლისთვის და ბუნებრივია იმედი გვაქვს, რომ ეს ძალიან მძიმე მოვლენა არ დადგება და ჩვენ არ შეგვიჩერდება უზო მიმოსვლა, რომელიც ქართველი ხალხის ძალიან მტკიცე პოზიციის შედეგად გვაქვს მოპოვებული. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი რაც არის დღეს მთავარი გამომწვევი მიზეზი ამ ყველაფრის, ამ უარყოფითი დინამიკის, ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობის და ჩვენი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის მთავარი გამსაზღვრელი რაც არის, ეს არის ის არალეგიტიმური ძალა, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას. შეუძლებელია ჩვენ ვხვდებით 3 მილიონი ქართველის სანქციებას, რომელიც ამ ვიზას და უვიზო მიმოსვლას იყენებს სხვადასხვა დანიშნულებით. ეს იქნება სტუდენტური მოგზაურობა, იქნება ზოგადად ტურისტული მიზანი, იქნება უამრავ ადამიანს ვიცნობ, რომელმაც სიცოცხლე გადაირჩინა სწრაფი გადაადგილებით და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებით და ოპერაციის ჩატარებით და კულტურული დაახლოებით და ემიგრაციული ეს ტალღა რაც არსებობს და ოჯახის წევრები უცხოეთში როცა არიან და ოჯახთან კავშირი არ აქვს, ქუთაისის იაფიანი ბილეთების გადაფრენა გადმოფრენით, ამის წინააღმდეგი შეუძლებელი ადამიანი იყო და ამის მომხრე უпростоრად ამ რეგულაციის დაწესების, მაგრამ ევროპას აქვს თავისი კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს ქართული ოცნება. ჩვენ ვიცით, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე თვეა მიდის საუბარი. ეს არის ერთ-ერთი ის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ეგრეთ წოდებული Deep State და ევროპაში არსებული ბიუროკრატია ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაზე განახორციელოს წნეხი. ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ სანამ საქართველოსთან როგორც პარტნიორთან, ისე არ ჩამოყალიბდება ურთიერთობები და საქართველოს განიხილავენ როგორც რაღაც მეორეულ ქვეყანას, მანამდე ცხადია, ჩვენ ვერ გვექნება ისეთი ურთიერთობები, როგორიც გვქონდა. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მათი მხრიდანაც შეიცვლება დამოკიდებულება, გადაიხედება პრიორიტეტები და ჩვენ ისინი მოგვიდგებიან როგორც პარტნიორს.